ჩვენ იმდენი გვაქვს სამაგალითო, ეხლა სულ ფიქრობ ხოლმე, ხო, აი ამდენი ასეთი იმპერიების გვერდზე და ერთი გამქრალი იმპერიის გვერდზე გადავრჩით რა. და სად არის ეს გადარჩენის საიდუმლოება? თვისებებშია ჩვენში, სწორაზროვნება და რაღაცები უცებ რომ მე ხა დიდათ ვერ ვიტრაბახებ, რომ საქართველოს ისტორიის კუთხით ძალიან ბევრი რამე მომსწრე ვარ, მაგრამ ისი მომსწრეც ვარ, ხო? აი და ფიზიკურად მომსწრე ძალიან ბევრი რამე პრაქტიკიდან შევიძინე, რომ ჩვენ ძალიან ვიცით ისტორიიდან გაკვეთილების გამოტანა. აი ჩვენ ძალიან ვიცით ეს ამბავი. ძალიან სერიოზული გაკვეთილები გამოვიტანეთ გეორგიევსკის ტრაქტატიდან, ძალიან სერიოზული გაკვეთილები გამოვიტანეთ სამოქალაქო ომიდან, ძალიან სერიოზული გაკვეთილები გამოვიტანეთ რევოლუციებიდან. პრაქტიკულად ჩვენ ქვეყანაში კონსენსუსია იმ ამბავზე, რომ რევოლუცია აღარ მოხდეს. მიუხედავად იმისა, ვინც არ უნდა ურტყას თავის თავი და გინდაც თქვა პარლამენტის შენობას, საზოგადოებაში არის ეს, რატომ, აი გეტყვი, კითხვა მაქვს, რატომ აღარ ისვრიან პიტარდებს? იმიტომ რომ საზოგადოება, მათ შორის ის საზოგადოება, რომელსაც თორე იშოვდნენ ამ პიტარდებს. რა თქმა უნდა, და ფულსაც იშოვდნენ. კატეგორიულად წინააღმდეგია ესკალაციის, კატეგორიულად წინააღმდეგია დაძაბულობის და კატეგორიულად წინააღმდეგია შევარდნის, გამოვარდნის და ისიც მიხვდნენ, რომ იმ შევარდნაშიც არაფერი არ ყრია, აგერფლად ვაშინგტონში შევარდნენ და არაფერი არ ყრია იმის გარდა, რომ დაისაჯენ ის გულანთებული ადამიანები. ხო, ესეა. ჩვენთანაც მოსულია ეს ძო და ამ თვალსაზრისით და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ჩვენ თვითყობადობას, ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას მიუხედავად, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ღირებულება, ეს არის ზუსტად ის, რამაც ჩვენ გადაგვარჩინა. ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა დამწერლობამ და ენამ, ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა ეკლესიამ, რამაც ჩვენ გადაგვარჩინა ამხელა იმპერიების ნგრევის და აგერ საზღვრების ყოველ 30 წელიწადში ცვლილებების ფონზე. ჩვენ მეცაც გეტყვი, შეიძლება ძალიან ინტრიგნული ამბავი და ვიწყო, მაგრამ ამას წინათ ერდოგანმა თქვა, რომ ჩვენი იმპერიის დამასკო, ჩვენი იმპერიის ქალაქი იყო რა. პირდაპირ გამოაცხადა რაღაც დიდ შეკრებაზე და ეხლა და პირველი მსოფლიო ომისო იმას შედეგებს უნდა გადავხედოთ ამას იძახის ამხელა ჩვენი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშეა რა ამ რეგიონში. ხო და იმ შენი პირველი მსოფლიო ომის მერე თურქეთში ვიღაცას თავში ბათუმის ამბავმა რომ გაუელო, სად მივდივართ მე ჩვენ? ამხელა ტექნოლოგიური ომების ფონზე და პირდაპირ გეტყვით რა, კოსმოსური ომი მიდის რა. პირდაპირ მიზნები არის კოსმოსიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამისთვის მზად, ამიტომ ჩვენ ისე უნდა მოვუაროთ ჩვენ თავს, ისეთი დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენ ყველა კონკრეტულ გადაწყვეტილებას. და ზუსტად ეხლა უნდა ჩავრთოთ ის სუვერენიტეტი, რომ ესეთ რამე არ დაგვემართა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.